Come here, come on. Come on, come on. Good boy. Come on, come here. Come here. Good boy. Yes. Hey, listen. Yes. I need you to go find my son. He's over there in that bamboo forest, unconscious. I need you to go wake him up. Okay? მოგესალმები და ვიწყებთ ალბათ ისტორიაში ყველაზე ეპიკური სატელევიზიო შოუს დაკარგულების უცნობი ეპიზოდების განხილვას. Who's the president of the United States? All right, dude, we're from the future. Sorry. ლოსტი დაკარგული ნაწილები, ასე ქვია, ამ პროექტზე შედგება 13 პატარა სერიისგან. ის ეკრანებზე გავიდა სატელევიზიო შოუს მესამე და მეოთხე სეზონების შორის შესვენების დროს. ყველა სერია არის სპინ-ოფი, ანუ სიუჟეტის დამატებითი პერიფერიული ნაწილი. ზოგადად ამ სერიებზე წოდომა ჰქონდათ მხოლოდ Verizon Wireless-ის მომხმარებლებს. თითო სერია ყოველ ორშაბათს 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე. ხოლო ეს სერიები შემდეგ აატვირთეს ABC-ის ვებსაიტზე უფასო ნახვისთვის. ეპიზოდები გადაღებულია ჰავაიში, ჰონოლულუში, იმავე ჯგუფის მიერ და იგივე მსახიობებით, რომელმაც გადაიღო და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში. 13 ეპიზოდიდან 12 ამ პროექტისთვის გადაიღეს, ხოლო ერთი ეპიზოდი არის ლოსტის მთავარი სერიალიდან ამოჭრილი სცენა. ამრიგად ყველა სერიის შინაარსი სერიალის სიუჟეტის ნაწილია. პროექტის შესახებ გამოცხადდა 2005 წლის ნოემბერში, როცა ლოსტის მეორე სეზონი გადიოდა და მას ერქმეოდა დაკარგულების ვიდეო დღიურები. უნდა გადაიღოთ სულ 22 ეპიზოდი თითო 2 წუთიანი ხანგრძლივობის. გეგმის მიხედვით სიუჟეტი შეეხებოდა ოუშენიკის 815 რეისის ორ გადარჩენილ მგზავრს, რომელთა ისტორიაც სერიალში როგორც ცალკე ხაზი მოყოლილი არ არის და ეს პერსონაჟები არც ჩდებიან ამ სერიალში, მთავარ სიუჟეტზეა საუბარი. თუმცა საკონტრაქტო შეზღუდვების გამო წარმოება რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ პროექტი განახლდა ახალი მიმართულებით. ეს მიმართულება იყო მანამდე სერიალში გამოჩენილი ახალი წყვილის მიმართულება. ეს იყო მესამე სეზონი, როცა სერიალში გამოჩნდა ორი მანამდე უცნობი პერსონაჟი, ნიკი ფერნანდესი და პაულო წყვილი, მაგრამ ეს წყვილი მაყურებელმა არ მიიღო და უმეტესობას არც ახსოვს, თუ არ არის, რა თქმა უნდა, ფანი ლოსტის და რამდენჯერმე არა აქვს სერიალი ნანახი. სცენარისტებმა ისინი მალევე გააქრეს სერიალიდან, გადაწყდა ახალი ეპიზოდების გადაღება უკვე სერიალის პოპულარული პერსონაჟების ირგვლივ და ეს იყო უკვე საბოლოო გეგმა, რის შესახებაც ისაუბრეს კიდევაც ამ სერიალის და კონკრეტულად ამ მიმართულების, ამ სერიების ეპიზოდების, რომელსაც მობიზოდები დაარქვეს შემქმნელებმა, გადამღებმა ჯგუფმა. გადაიღეს ის სცენები, რომლის გაკეთებაც, როგორც ამბობენ, ყოველთვის უნდოდათ და არასდროს გადაღებულა და შესაბამისად არც მოხვედრილა სერიალის მთავარ ნაწილში. ამ სერიებში მოხვდა როგორც დამალული ამბები, ასევე ამოჭრილი სცენები ლოსტიდან და ასევე სიუჟეტური ხაზები, რომელიც მთავარ სერიალში არ განავითარეს. ასეთია მაგალითად ჯინის, სანისა და მაიკლის სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც ალბათ ბევრს გახსოვთ პირველი სეზონიდან, რომელსაც თან ერთოდა კვონისა და მაიკლის ურთიერთსიძულვილი. ამ კონფლიქტების შემდგომი განვითარება, როგორც ამბობენ სცენარისტები, სიუჟეტში იყო დაგეგმილი პირველ სეზონში, თუმცა მაყურებლებმა სანის და ჯინის წყვილი პოზიტიურად მიიღეს და მერე უკვე მაიკლსა და ჯინს შორის ურთიერთობის გამოსწორების შემდეგ სცენარისტებმა ეს ხაზი მთავარ სერიალში აღარ გააგრძელეს და შეწყვიტეს. მაიკლსა და ჯინს შორის განსაკუთრებით გამოსწორდა ურთიერთობა, როგორც გახსოვთ, მას შემდეგ რაც ისინი სოიერთან ერთად წავიდნენ ნავით კუნძულიდან, თუმცა შორს ვერ წავიდნენ, იცით, მათ სხვებმა მიაგნეს კატერით.
ამ ეპიზოდებში გადაიღეს 12 სცენა, რომელიც როგორც გითხარით, არასდროს მოხვედრილა Lost-ის მთავარ სიუჟეტში, ხოლო მე-13 ეპიზოდი იყო სერიალიდან წაშლილი სცენა სახელწოდებით კონვერტი. ეს სცენა წაშალეს მე-3 სეზონიდან. ის არის ერთადერთი ეპიზოდი, რომელიც თავიდანვე იყო გადაღებული და სცენარიც იყო დაწერილი ამ ეპიზოდისთვის. ახლა კი გადავიდეთ საქმეზე, ჩვენ ამ ვიდეოების სერიაში განვიხილავთ ქართულ ენაზე 13 სერიას, მოგიყვებით ამ სერიებზე მიბმულ სიუჟეტურ ხაზებზე, რომელიც შეიძლება გამოგჩეთ, ვინაიდან იქ ძალიან ბევრი წვლილმანი იმალება, ასევე ნახავთ იმ ამოჭრილ სცენასაც, რომელშიც მოყოლილია ბენისა და ჯულიეტის საიდუმლოზე. თუმცა სანამ დავიწყებთ, ორი რამე მინდა გთხოვოთ, არ უყუროთ ამ ვიდეოს თუ Lost-ი არ გაქვთ ნანახი, იმიტომ რომ აქ სიუჟეტის ძალიან ბევრი საკონცერტო მონაკვეთი იქნება განხილული. ამიტომ ჯერ სერიალი ნახეთ, მინიმუმ 3 სეზონი და შემდეგ დაუბრუნდით ამ ვიდეოს. და მეორე, თუ მოგწონთ ასეთი ვიდეოები და ხართ Lost-ის ფანი, დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მაშასე სერია პირველი, რომელსაც ეწოდება საათი. What Jake is with Krebs. ეს არის ჯეკის ქორწილის დღე. What you doing there, kiddo? და ქრისტიანი მამამისი მიდის მასთან. ეკითხება რა შვებიო. Good. Good. Get all that rock throwing out before you get married. ქრისტიანი ეუბნება რა შვებიო, ის პასუხობს კვებს უსრიო და ქრისტიანი ხუმრობით ეუბნება, რომ ყველა ქონდა მოიშორო, სანამ დაქორწინდები, აქ გადატანით მნიშვნელობა. ჯეკი პასუხობს, რომ ეს ურჩევნია, ვიდრე შევიდეს შიგნით და იქ ქორწილის სამზადისში მიიღოს მონაწილეობა. Listen, before tonight, before things get crazy, I wanted to give you something. This was my dad. და აქ იწყება ამ ეპიზოდის საკონცო მონაკვეთი, აქ ქრისტიანი ჩუქნის თავის შვილს ჯეკს საათს, რომელიც თავისუფლად მამამისმა ქრისტიანის ქორწილის დღეს აჩუქა ქრისტიანს და მე ჯეკი პასუხობს, რომ ეს აქამდე არ მინახია შენ ხელზეო და არ მეკეთა ეს საათიო. And I thought it would only be fitting. I've never seen you wear it before. Well, that's because I never did. Your grandfather didn't really like your mother, and he thought marrying her was a mistake. უკა ქრისტიანი უყვება, რომ ქრისტიანის მამას არ მოსწონდა ჯეკის დედა, ანუ ქრისტიანის მაშინდელი ცოლი და როცა დაქორწინდნენ, ეს ქორწილის დღეს უთქვია მისთვის. და მან მაინც უჩუქნია ეს საათი. Dad, are you trying to tell me something? ამის შემდეგ უკვე ჯეკი ეკითხება, რომ ეს მოუყვა ეს ისტორია და ჯეკმა იგულისხმა, რომ რაღაც გაქვს სათქმელი, ალბათ იგულისხმა ის, რომ მოსწონს თუ არა ჯეკის ცოლი უკვე თავად მამამის ქრისტიანს. You have made the absolute right choice. ხო, განსხვავებით მამამისისგან ქრისტიანი ეუბნება ჯეკს, რომ შენ აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთე და მოსწონს მისი არჩევანი სარა. Thank you. Oh, here. It's yours. I guess this is really happening, huh? Ooh. As soon as they arrange those flowers and you run out of rocks. Well, there's a lot of rocks out here. Would you do me a favor? If you and Sarah ever have a kid, აქაც უკვე მეორე საკონცო საკითხი ამ ეპიზოდის ამ მონაკვეთისა, აქ უკვე ძალიან საინტერესო რაღაცას ეუბნება ქრისტიანი. რეალურად სინამდვილეში ისეთი არაფერი, მაგრამ რაღაც ხაზები არსებობს, რა ხაზებსაც ეს ქრისტიანის ნათქვამი მიყვება სერიალში. try to treat him a little better than I treated you. ეუბნება, რომ თუ შენ და სარას ეგ ეყოლებათ შვილები, ვიყავი უკეთესი მამა, ვიდრე მე ვიყავიო შენთვის. No pressure, right? I'll see you inside, kiddo. Yeah. შეგინდი ნახაო და ამით სრულდება ეს ეპიზოდი. ახლა რაც შეეხება თავად სიუჟეტს. ამ ეპიზოდში სერიალის თემებიდან ჩანს 3 მათგანი.
პირველი ის არის მშობლების პრობლემები, რომელიც ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი სერიალში და აქაც კრისტიანი ეუბნება ჯეკს, რომ მამას არ მოსწონდა მისი ქორწინება მარგოსთან. და სთხოვს ჯეკს, რომ მასზე უკეთესი მამა ყოფილიყო, როც გითხარით და ეს არის მშობლის პრობლემების ხაზი სერიალში. მეორე ეს არის ბავშვები. კრისტიანი და ჯეკი საუბრობენ ჯეკისა და სარას მხრიდან ბავშვების გაჩენის შესაძლებლობაზე. და მესამე ლოსტში ალბათ ყველაზე მთავარი თემა ეს არის დრო. და აქ კრისტიანი ამ თემის შესაბამისად ჯეკს აძლევს საათს. ახლა გავიხსენოთ როგორ ოსტატურადებს სერიალის თავარ სიუჟეტს ეს ეპიზოდი. პირველი ფაქტი. ჯეკმა ჰარლის აჩუქა ზუსტად იგივე საათი, რათა ჰარლის გაეზომა კლერის პულსი რეის 815-ის ჩამოვარდნის შემდეგ სერიალის პირველივე სერიაში. მეორე ფაქტი. ჯონ ლოკის ხედვაში ნაჩვენებია აეროპორტის უსაფრთხოების გასავლელად როგორ იხსნის ჯეკი ამ საათს. ფაქტი მესამე. ქორწილის დღეს ქეიტსაც აჩუქეს ნივთი. ეს იყო გულსაკიდი და ქეიტის ზერგო დედამთილის დედისგან. ასევე ამ ეპიზოდში ძალიან ორაზროვნად ისმის კრისტიანის ფრაზა, რომ მას ნამდვილად მოსწონს სარა. ჯეკისა და სარას განქორწინების შემდეგ ჯეკი სარას მობილურ ტელეფონში აღმოაჩენს მამის ტელეფონის ნომერს და ადანაშაულებს მას, რომ მისი საყვარელია. ასევე აქ კრისტიანი ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ისვრის ჯეკი ქვებს. ეს სიუჟეტური ხაზი იკვეთება სხვების სიუჟეტურ ხაზთან. რადგან ჯეკს, რომელიც სხვებს ცუდ ადამიანებს უწოდებს, ტომი ურჩევს, რომ მინის სახლებში მყოფებმა ქვები არ უნდა ისროლონ. და ყველაზე მთავარი, ეს სცენა ებმის სერიალის პირველი სეზონის მე-20 სერიას, სახელწოდებით არავნო, სადაც ნაჩვენებია ჯეკისა და სარას ქორწილი. აი რამხელა ქსელი გააბეს სერიალის შემქმნელებმა, თუმცა ეს რაც ამ ვიდეოში ვისაუბრეთ, მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენ ამ სერიის მომდევნო ეპიზოდებზე და სერიალის სიუჟეტურ ხაზებზე საუბარს სხვა ვიდეოებში გავაგრძელებთ. მანამდე კი გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ნამასტე.